მოგესალმებით რადიო ემედის პირდაპირ ეთერში, როგორც უკვე მოისმინეთ, გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა FM 105.9-ზე და დღევანდელი გადაცემა გამორჩეული იქნება იმითი, რომ დღეს გარდა იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად, რა თქმა უნდა, გემრიელობებზე, მასში, ანუ დღევანდელ გადაცემაში გაჟღერებული რეკომენდაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ დღევანდელი თემა დაეთმობა ზამთრის შესანახებს და მასთან არსებულ საფრთხეს ბოტულიზმს, რომელიც არც თუ იშვიათად გვესმის ხოლმე. ხშირად მომხმარებელს არასწორი ინფორმაცია აქვს და ბევრს საერთოდ არ ეშინია და ზოგს ეშინია ყველანაირი შესანახის, რაც კი არსებობს ყველანაირი პროდუქტის ზამთარში, ამიტომ დღეს გავცემთ მთავარ შეკითხვებს პასუხს, რა არის ბოტულიზმი, როგორ ხდება ის სხვადასხვა პროდუქტში, ყველა კონსერვი არის თუ არა საშიში და ყველა ზამთრის შესანახი და ზოგადად სად გვხდება, როგორ უნდა დავიცვათ თავი როგორც კერძის მომზადების პროცესში, ასევე უკვე მომზადებული კერძის ან პროდუქტის შემდეგ გახსნის შემდეგ მაგალითად ზამთარში, როდესაც ხსნით, აი როგორ უნდა ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან, რა თქმა უნდა, ამ ყველა შეკითხვას ჩემი სტუმარი გასცემს პასუხს დღეს სურსათმცემლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ძალიან ხშირად უზიარებთ ხოლმე ჩემს მსმენელს რეკომენდაციებს. სანამ გადავალთ უშუალოდ ამ პრობლემაზე და გავცემთ პასუხებს იმ შეკითხვებს, რომელიც ჩამოვთვალე, მაინტერესებს, რამდენად აქტუალურია შესანახები. რაღაც მგონია, რომ ისეთი აქტუალური, როგორც იყო წლების წინ, მაგალითად 10 წლის წინ, 20 წლის წინ, ასეთი სიხშირე არ აქვს და შესაბამისად თუ გაქვთ სტატისტიკა ან მონაცემები, რამდენად ხშირია ბოტულიზმის შემთხვევით, ესეც საინტერესოა. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, სასიამოვნო თქვენთან ყოველთვის სტუმრობა და ამ აქტუალურ თემებზე საუბარი, რაც ეხება სურსათს და სურსათის უნებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამედროვე ეპოქა და თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყოველთვის ნებისმიერ სეზონზე გქონდეს ესა თუ ის პროდუქტები, რომელსაც ვიყენებთ მომხმარებლები, მაინც არსებობს ამ შენახვის ტექნოლოგიების გამოყენება, კონსერვირება, როგორც არის მეთოდი. აი ჩემი გამოცდილებიდან თვითონ პირად საუბრებშიც ძალიან ბევრი უკვე აღარ იყენებს ამ შენახვის მეთოდს და ასე თქვა სტატისტიკა ნელ-ნელა იკლებს მაგალითად იმასთან შედარებით რაც იყო 20 და თუნდაც 15 წლის წინ, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ სეზონზე თითქმის ყველა ხილი და ბოსტნეული უკვე გვაქვს. მაგრამ მაინც გარკვეული რაოდენობის ადამიანები მაინც იყენებენ ამ შენახვის ტექნოლოგიას კონსერვირებას. ერთი იაფი ღირს უფრო ხო ესე იმიტომ რომ ზამთარში არასეზონური პროდუქტები საკმაოდ ძვირი ღირს და ბევრისთვის რთულია. იაფიდან გამომდინარე, თვითონ მარაგების მხრიდან გამომდინარე და უფრო იქმნიან ასე თქვა ზამთრის მარაგებს ამ კონსერვით, იმიტომ რომ მარტივი მოსამზადებელია, უბრალოდ გახსნი, გააცხელები და უკვე კერძი არის ასე თქვა მომხმარებლისთვის და სტატისტიკა კლებადია და მე ჩემი რეკომენდაციით, ანუ საერთოდ რო ამოვიღოთ, რა თქმა უნდა, გამოიყენოს ყველამ, მაგრამ აუცილებლად მართებს სიფრთხილე, რადგან არსებობს რამდენიმე დაავადების და საფრთხის რისკი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიში არის ბოტულიზმი. ან დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში კვებითი ინტოქსიკაცია არის ბოტულიზმი, როდესაც ადამიანს ემართება. კი ბატონო, რა არის ეს ბოტულიზმი, რომ ავხსნათ, სანამ გადავალთ, როგორ ხდება ის ამა თუ იმ პროდუქტში, რა არის, ანუ რა რითი განსხვავდება მაგალითად სხვა საფრთხის შემცველი, მაგალითად ბაქტერიებისგან, ცხირებისგან და ასე შემდეგ. კი ბატონო, თვითონ ამ დაავადებას რაც განაპირობებს, ეს არის კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის ბაქტერია, რომელიც ბუნებრივად ხდება მიწაში. თავის საცხოვრებელი ადგილია, ისევე როგორც სხვა ბაქტერიების, იმიტომ რომ ისიც ცხოვრობენ ბუნებაში, თავის საცხოვრებელი ადგილი აქვთ. როდესაც ესა თუ ის ბოსტნეული მიწასთან რაც არის კავშირში და უпростоრად შეხებაში და კონტაქტში, მას მოყვება სწორედ მიწიდან. ანუ პირველი დაბინძურების წყარო სწორედ არის მიწა. როდესაც ის პროდუქტი გადამუშავდება და ეს ბაქტერია მოხვდება ანაერობულ პირობებში, ანუ დახურულ სივრცეში, იქ სადაც ჟანგბადი არ არის, უჟანგბადო გარემოში, მაშინ იწყებს უკვე ბოტულოტოქსინის გამოყოფას.
ანუ მანამდე ის საშიში არ არის. თუ ჩვენ მაგალითად იგივე პროდუქტით მოვამზადებთ სადილს და შევჭამთ იმავე დღეს ან მეორე დღეს არ დავაკონსერვებთ და მივირთმევთ, თუნდაც რომ იყოს მასში ეს ბაქტერია ჩვენ საფრთხე არ შეგვექნება, მაგრამ მას შემდეგ რაც ის ანაერობულ ანუ ჟანგბადით დეფიციტურ სივრცეში მოხდება, ამის შემდეგ ხდება საშიში, ხო ეს სწორად გავიგეთ. ამ ბაქტერიას ზდასრული ადამიანის ორგანიზმი ერევა და ასე ვთქვათ, საშიში არ არის იმდენად, საშიში არის ის ტოქსინი, რომელსაც ეს ბაქტერია გამოყოფს, როდესაც ანაერობულ გარემოში მოხდება და შესაბამისად მე ეს იწვევს უკვე ბოტულიზმის დაავადებას, რომელიც ძალიან საშიშია, წელსაც იყო ორი შემთხვევა და წელი არ გადის, რომ არ დაფიქსირდეს, განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე ზამთრის პერიოდში, როდესაც შესანახებს და ყველაზე ხშირად ალბათ დაახლოებით 9-ზე მეტი შემთხვევა ყოველთვის ფიქსირდება სახლში დამზადებული კონსერვებისგან. იმიტომ რომ ყველაზე დიდი რისკი სწორედ ამ საფრთხის აქედან მოდის. ხო შეგვიძლია მოვახდინოთ მაგალითად წინასწარ სანამ მოვამზადებთ გარეცხვა არის ალბათ ყველაზე უფრო ისეთი რეკომენდაცია ხო? ასე ვთქვათ, საპრევენციო ღონისძიებები ასე ვთქვათ, რითაც უზრუნველყოფთ იმას, რომ ეს ბაქტერია არ მოხვდეს თვითონ სურსათში, ან თუ მოხდა არ გამრავლდეს. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგი გარეცხვა იმ ბოსტნეულის, რომელიც უნდა დავაკონსერვოთ, იმიტომ რომ გარედან ხდება ამას ეს ბოტულიზმის ბაქტერია. შიგნით მაგალითად საფილოში, ჭარხალში ან ნებისმიერ მსგავს კულტურაში შიგნით არ ხდება. ძირითადად არის ზედაპირზე, კანზე, სადაც მიწასთან შეხება რასაც აქვს. ამიტომ კარგი გარეცხვა გამდინარე ცივ წყალში სწორედ უზრუნველყოფს იმას, რომ მოსილდეს ასე ვთქვათ ეს ბაქტერია თუ არსებობდა. ანუ ყოველთვის არ მოყვება. შესაძლებელია მოყვეს, შესაძლებელია საერთოდ არ მოყვეს და შეუერაღებელი თვალით შეუძლებელია მის ნახვა, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში კარგად უნდა ამიტომ ეს პრევენცია ყოველთვის უნდა მოვახდინოთ. შემდეგ კარგად გარეცხილი ქილები, თავსახურები და აი ხშირად გონიათ მომხმარებლებს, რომ ანუ სახლში რომ აადუღებენ ამას, ეს ბაქტერია ნადგურდება და ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მომზადების პროცესში გულისხმობთ. კი, მაგალითად სტერილიზაციის პროცესში, ხარშვის პროცესში, რასაც ეძახიან მომხმარებლები. ეს ბაქტერია თუ მოხვედრილი არის სურსათში და მას აქვს ერთი თვისება, სპოროვანი ბაქტერია, ანუ დამცავი სფერო აქვს, ასე ვთქვათ. მას ჭირდება 130 გრადუსი, რომ ეს ბაქტერია განადგურდეს. რასაც სახლის ჩვენ 100 გრადუსზე ვით არ არის. ვერ ვიზავთ ვერანაირ შემთხვევაში, მაქსიმუმ 100 გრადუსს შეგვიძლია მივახციოთ. განსხვავებით ქარხნებისგან. ქარხნების წარმოების შემთხვევაში იქ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა, როგორც წარმოების მხრივ, ისე უნებლობის მხრივ და ერთ-ერთი კრიტიკული საკონტროლო წერტილია ჰასპის მიხედვით, რომ ნებისმიერ ქარხანას უნდა ქონდეს ავტოკლავი. ესეთი აპარატია, სადაც მომზადების მერე თავსდება ეს თვის პროდუქცია და ტემპერატურა ადის 130 გრადუსს. რამდენიმე წამის განმავლობაში შერდება და მერე ისევ იკლებს და ეს უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსერვები, რომელსაც ჩვენ სახლში ვამზადებთ პირობითად ეს სადილი იქნება თუ ასე შემდეგ, იგივე კონსერვი, მაგრამ ქარხნულ პირობებში მომზადებული უკვე საშიში აღარ არის სწორედ აი ამ ტემპერატურული სხვაობის გამო. მე ინფორმაციაც მაქვს, ქარხნული და დამზადებული კონსერვებში არასოდეს არ დაფიქსირებულა ბოტულიზმით მომზადებული. თან ალბათ იქ კარგადაც რეცხავენ არის რაღაც სპეციალური მექანიზმები. მექანიზმიც არის უფრო საფუძვლიანი გარეცხვა არის და ყველაზე საშიში რაც არის ამ პროცესსაც საკმაოდ დიდი ყურადღებით აკეთებენ, იმიტომ რომ სავალდებულო, ანუ ქარხანა ვერ იქნება ფიზიკურად ოპერირებას ვერ განახორციელებს, რომელიც ამზადებს სხვადასხვა კონსერვებს, თუ მას არ აქვს ავტოკლავის აპარატი. რომ სავალდებულოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ეს ავტოკლავი. გასაგებია, დაუბრუნდეთ სახლში მომზადებულ შესანახებს, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე უფრო მეტად საშიშია, რომ რაღაცა კონკრეტული კერძი ან პროდუქტი, აი თქვენ ახსენეთ, რომ გარეცხვას აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგალითად იგივე სტაფილობა, ადრიჯანი და ასე შემდეგ მარტივი გასარეცხია, მაგრამ იქ სადაც ალბათ ფიგურირებს მწვანილი, ან სოკო, ან ისეთი პროდუქტი, რომელიც რთულად გასარეცხია, ალბათ ასეთი შემადგენლობით უფრო საშიშია ესა თუ ის მომზადებული კერძი. კი ბატონო, იმიტომ რომ გარეცხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ ისეთი კულტურა არის, რომელიც ასე ვთქვათ, ისეთი ფორმის არის, სადაც ჭირს მისი გარეცხვა, აქ რა თქმა
თქმა უნდა რისკი მაღალია, მაგრამ არსებობს ესეთი პროდუქტები, ისეთი კულტურები, სადაც არის ამ ბოტულიზმის ბაქტერიის არსებობის რისკი, მაგრამ არსებობს ისეთ, სადაც ნაკლები არის. ძირითადი მაინც ისეთი კულტურებია, რომელსაც ან მიწაში იზრდება, ან მიწასთან აქვს შეხება. ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ინახავს კომპოტებს, მაგალითად ალუბლის კომპოტი, ატმის კომპოტი. ამ პროდუქტებს არ აქვთ მიწასთან შეხება და ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოტულიზმისგან უსაფრთხო პროდუქტებია. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ამას ბუნებრივად ვერ მოყვება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხეზე ხდება ამისა მოპოვება და იქამდე ფიზიკურად ვერ მოხდება. უბრალოდ ცირედი რისკი მაინც არსებობს და ეს რისკი გამპარებელია ან ძირს ეყარა, ან მაგალითად ზედაპირი იყო დაბინძურებული ამ ბაქტერიით და იქამდე ამ ზედაპირზე სხვა ისეთი კულტურა იყო, რომელიც დაბინძურებული იყო. ამ შემთხვევაში უკვე თუ მოხდა ჯვარედინი დაბინძურება ამ პროდუქტის, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს კომპოტების და მურაბების შემთხვევაში და ზოგადად ხილის შემთხვევაში, რაც მაგალითად ხეზე იზრდება და ხეზე ხდება მოპოვება. ამ შემთხვევაში რისკი დაბალია, ძალიან დაბალია რისკი, მაგრამ მაინც არსებობს მინიმალური რაოდენობით ეს რისკი. აი ყველაზე საშიში მაინც არის ბადრიჯანი, სტაფილო, ბოლოკი, მწვანილები და მათ შორის სოკოც. გარდა იმისა, რომ სოკოს სხვა საფრთხეებიც აქვს და ეს ბოლო პერიოდია ძალიან აქტუალურია და ბევრი ცუდი ფაქტი დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით, ასევე ერთ-ერთი არის სწორედ ბოტულიზმის ბაქტერიის არსებობის რისკი სოკოშიც. კი ბატონო, მხოლოდ გასტერილებული პროდუქტია საშიში. მაგალითად, ჩვენ სამთრისთვის ვინახავთ საწებლებს, რომელსაც სტერილიზაცია არ ჭირდება, მურაბებს არ ჭირდება სტერილიზაცია. არის კიდევ გარკვეული ტიპის საკვები, მაგალითად, აი ნახევრად დამჟავებული და ასე შემდეგ, რომელსაც არ ჭირდება უბრალოდ ცხელ მდგომარეობაში ათავსებენ ქილებში და სუფთა ქილებში და თავსახურს ახურავენ. აი ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის პროდუქტები შეიძლება იყოს ბოტულიზმით საფრთხეს წარმოადგენდეს თუ არა? ბოტულიზმის უბრალოდ ჭირდება ძალიან მკაცრად ანაერობული გარემო რომ გამრავლდეს. თუ იქ ჰაერის მოხვედრა არის და მაინც ხდება ჰაერი, ასე ვთქვათ, ესეთ პროდუქტში, იქ ნაკლები არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე სხვა საფრთხო გოგოსაც შეეხება, მაგალითად ობის სოკოებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტში იყოს შექმნილი ისეთი მჟავე გარემო, რომელიც არ მისცემს ბაქტერიების გამრავლების შანსი. ეს ეხება კონსერვებსაც, რომ ანუ კონსერვში უნდა იყოს შექმნილი ისეთი მჟავე გარემო, რომ თუ სიტყვაზე მოხდა Clostridium botulinum ან სხვა რომელიმე ბაქტერია არ გამრავლდეს და არ გახდეს უკვე საშიში, იმიტომ რომ ვიცით, რომ ბაქტერიები როდესაც მრავლდებიან, მით უფრო საშიშები ხდებიან. ამიტომ მჟავე გარემოს შექმნა პროდუქტში, ეს ეხება როგორც მჟავეულს ისე ნებისმიერ კომპოტებში შეგვიძლია pH-ში დავარეგულიროთ და უნდა იყოს 4.5-ზე დაბალი. ანუ ამ შემთხვევაში ამას სახლის პირობებში სამწუხაროდ დიასახლისი ვერ იზამს. კი ბატონო, მაგრამ არსებობს პატარა ტესტერები, რომელიც შეიძლება ზუსტი შედეგი ვერ მოგვცეს pH-ზე, მაგრამ რაღაც გარკვეულ რაოდენობას გვაძლევს და მაგიტომ არის, რომ აი ნებისმიერ ტკბილსასმელებშიც, კომპოტებშიც, მურაბებშიც ლიმონმჟავა ან ძმარმჟავა ყოველთვის არის მის შემადგენლობაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ გამრავლდნენ ობის სოკოები, არ გამრავლდნენ ბაქტერიები. ობის სოკო თუ გამრავლდა სიტყვაზე რომელიმე შესანახში, მაგალითად მურაბაში, კომპოტში, ხო? ძალიან ბევრს მაიცის, რომ ეს თავზე მოაცლის ამ ხო, ეს საინტერესოა, როგორ ხდება. მორჩა პრობლემა კლიენტმა გადავაგდოთ. კლიენტმა გადავაგდოთ, იმიტომ რომ როდესაც ობის სოკოები იზრდება, ამ შემთხვევაში ობის სოკოების დასთან ერთად გამოყვებენ ტოქსინებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. შესაძლოა ისე იყოს იმ შესაძლებელია რომ პროდუქტში იყოს უხილავად, ასე ვთქვათ, გამრავლებული და სავსე და მარტო მხოლოდ ობის მოცილებით ამ პრობლემას ვერ ამოხსნა. თუ დაობებულია მურაბა იქნება სიტყვაზე ტყემალმაციცის ხანდახან დაობება, ჯობია საერთოდ აღარ გამოვიყენოთ ესეთი პროდუქტი და ჩვენ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევქმნათ ამის გამო. კი ბატონო, საინტერესოა თუ აქვს აი ობის სოკო, მაინც შესამჩნევია, სუნიც აქვს სპეციფიური და ვიზუალურადაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ბოტულიზმის დაავადების თავიდან ასაცილებლად თუ შეგვიძლია მაგალითად ვიზუალურად შევამჩნიოთ ამა თუ იმ პროდუქტს ეს საფრთხე. კი ბატონო, რომ აი ქილების შემთხვევაში ძალიან ხშირად არის რომ ქილე იბერება თავსახური, იმღრევა, ქილა ამღრეულია თვითონ შიგთავსი, როდესაც ავხდით ქილას იმ მომენტში აიმღრევა. ეს უკვე იმის ნიშნებია, რომ შიგნით რომელი არასასრული პროცესები მიდის და ამ შემთხვევაში შეიძლება ეს პირდაპირ იმას არ მიანიშნებდეს, რომ აქ აუცილებლად Clostridium botulinum ბაქტერია არსებობდა, მაგრამ
მიუთითებს, რომ რომელიმე პათოგენური მიკროორგანიზმი არსებობდა შიგნით, რაღაც ტიპის დარღვევა არის და შეიძლება რომ საერთოდ არაფერი არ ვიზუალურად იყოს არაჩვეულებრივი, გემოთიც კარგი, მაგრამ საფრთხე მაინც იყოს. კი ბატონო, ყოველთვის მასი არის, შეიძლება საერთოდ არაფერი არ ეთყობოდეს და იქ ტოქსინი გამოყოფილი იყოს უკვე, ბოტულოტოქსინი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კონსერვები, რომელიც მაგალითად შეგვიძლია გავაცხელოთ მირთმევამდე, როდესაც გავხსნით, დაახლოებით 20 წუთი გავაცხელოთ, ვადუღოთ რამდენიმე ხანი, რომ აი ამ შემთხვევაში ტოქსინს უკვე თერმული დამუშავება ანადგურებს. აი თვითონ ანუ მის პირვანდელ ფორმას ვერაფერს ვერ უშვება 100 გრამი ტემპერატურა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებულ ტოქსინს თუ ჩვენ მას ავადუღებთ, 3 წუთში იღუპება, როგორც ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანია უფრო დიდი ხანი გაცილებით დიდი ხანი ვადუღოთ, იმიტომ რომ ყველა ნაწილში, ყველა წერტილში, საკვების ყველა წერტილში უნდა მიაღწიოს 100 გრადუსმა. შეიძლება ადუღდეს ვიზუალურად ჩვენ შევხედოთ, მაგრამ შიგნით თვითონ პროდუქტი თან თუ უმეტეს დიდი ნაჭრები არის, მაგალითად ბადრიჯნის და ასე შემდეგ, შესაძლოა მაღალმა ტემპერატურამ შიგნით პროდუქტამდე ვერ ჩააღწიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ალბათ მინიმუმ 10 წუთი დუღილი დაბალ პროცესს ასრულებს ამ დროს, იმიტომ რომ ტემპერატურა თანაბრად ნაწილდება და შეიძლება ერთ ადგილას იყოს მაგალითად 100 გრადუსი და დუღდეს ან შედარებით დაბალი, მაგრამ ერთ ადგილას არის. ამიტომ მორევა ერთ-ერთი სწორი პროცესია, რითაც ტემპერატურას თანაბრად გადავანაწილებთ და უკვე იმ შემთხვევაში თუ ტოქსინი იყო, რასაც თვალით ვერ დავინახავთ, უკვე ამისგან დაცულები ვიქნებით. მაგრამ ისეთი პროდუქტი, რომელიც დაობებულია, რო გავხსენით, აიმღვრა, ქილაობერილია, ან ფერშეცვლილია, ეგეთი პროდუქტის შემთხვევაში არ უნდა გავრისკოთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება ეს ბოტულიზმი, აი ალბათ 80% შემთხვევაში ფატალურად თავდება, როდესაც ემართებათ განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. ხო, ამასაც მინდოდა მეთქვა, მნიშვნელოვანი ალბათ ადამიანის წონა, ხო, რამდენს იწონის ადამიანი, რაც უფრო მსუბუქია და პატარა ზომის, მით უფრო ცოტა ტოქსინი ერევა. კი ბატონო, ზუსტად მასე არის. და უფრო დიდი ადამიანი უფრო მეც აიტანს სავარაუდოდ. კი ბატონო, სწორედ მასე არის და აი მაგალითად რა ვქვია, განსხვავებით მაგალითად სალმონელოზისგან, ლისტერიათი მოწამვლისგან, ან ნაწლავის ჭხრით მოწამვლისგან, იმ შემთხვევაში ანუ სიმპტომები არის გულისრევა, ფაღარათი, თაუბრუსხევა. ეს იწყება თვალების შეშუპებით და ანუ ნერვული სისტემის დამბლას იწვევს. კი, სხვა სიმპტომები აქვს, როდესაც ადამიანის მოწამვლა ხდება ბოტულოტოქსინით. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს მომხმარებელი, როდესაც საქმე ეხება მათ ჯანმრთელობას და ისეთ საშიშ ასე ვთქვათ ბაქტერიას და დაავადებას, როგორც არის ბოტულიზმი, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყვნენ და უნდა თქვან უარი ისეთ პროდუქტზე, რომელიც ან რისკის მატარებელია, ან საეჭვო მდგომარეობაში არის. ვადებზეც მინდა აუცილებლად კითხოთ. ჩვენ მაგალითად ვამზადებთ აგვისტო-სექტემბერში ძირითადად სადილების მომზადების ზამთრის შესანახების სწორედ ეს პერიოდია და შესაძლებელია მაგალითად კილო ჩვენ გავხსნათ ნოემბერშიც, იანვარშიც და მარტშიც, ან შეიძლება კიდევ უფრო გვიან აპრილშიც, ხომ? ამას თუ აქვს მნიშვნელობა, რა დრო გავა მომზადებიდან საფრთხის თვალსაზრისით, იმიტომ მე როგორც ვიცი მაგალითად თუ ჩვენ მალევე გავხსნით, იქ ნაკლები იქნება ტოქსინი, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანის გადარჩენის შანსი მეტი იყოს და თუ რაც უფრო გვიან გავხსნით, უფრო გამდიდრებული იქნება ამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მრავლდება ეს ბაქტერიები, მით უფრო საშიში არის ადამიანის ჯანმრთელობის, იმიტომ რომ თუ მცირე რაოდენობით არის, შესაბამისად მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინიც მცირე რაოდენობით არის და ადამიანი მოერევა და რაც უფრო დრო გადის და მეტი დრო იქნება მისი დამზადებიდან, უფრო მეტი ბაქტერია იქნება შეგენით, იმიტომ რომ მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ პირობებში გამრავლება და უფრო მეტი ტოქსინი იქნება გამოყოფილი, რაც უკვე ადამიანის ჯანმრთელობას დააზიანებს. ალბათ რაოდენობას აქვს ხომ მნიშვნელობა, მაგალითად ერთ კოვს შევჭამ თუ ერთ თეფს თუ სამ თეფს, ამაზეც არის დამოკიდებული სავარაუდოდ. ეგეც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ეს ბაქტერიები კოლონიებად არიან და რაც უფრო მეტი კოლონია არსებობს შეგენით ამ ბაქტერიების, უფრო საშიში არის ეს პროდუქტი, არა მარტო ბოტულიზმის, კლოსტრიდიუმ ბოტულინომის ბაქტერიები, არამედ სხვა პათოგენური ბაქტერიები, რაც არის ადამიანის ჯანმრთელობის საშიშები, რაც არის.
შეგვიძლია ერთგვარად შევაჯამოთ თვითონ ზამთრის შესანახები და ბოტულიზმზე რადგან ვსაუბრობთ, სხვა პროდუქტებზეც გადავიდეთ, რომელიც შესაძლოა იყოს საფრთხის შემცველი ამ თვალსაზრისით. ესე იგი, მსმენელს რომ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, ზამთრის შესანახების მოსამზადებლად მნიშვნელოვანია ძალიან კარგად და საკულტო-კულტ პროდუქტების გარეცხვა, შემდგომში ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ გამომდინარე იქიდან ჩვენ 100% დარწმუნებული ვერ ვიქნებით ამაში, უმნიშვნელოვანესია რომ სადილები, რომელშიც განსაკუთრებით არის რთულად გასარეცხი და მიწასთან ახლოს მყოფი პროდუქტებით გამომზადებული კერძები, ვადუღოთ მინიმუმ 10 წუთის და უმჯობესია უფრო მეტხანს და თან ვურიოთ ალბათ. ისე რომ არ დაგვეწოს, ანუ დაბალ ცეცხლზე სავარაუდოდ. რაც შეეხება ისეთ კონსერვებს, რომელიც არის მაღაზიაში შეძენილი ქარხნულ პირობებში დამზადებული, ისინი უსაფრთხოა, იმიტომ რომ იქ სხვა პირობებით და სხვა ტექნოლოგიით მზადდება უფრო მაღალ ტემპერატურას და ასევე შედარებით ნაკლებ საფრთხეს, თითქმის მინიმალურ საფრთხეს წარმოადგენს ისეთი პროდუქტები, თუნდაც კონსერვები, როგორც არის კომპოტები, მურაბა, ტყემალი და საწებლები, სადაც არ არის დაკონსერვება, ანუ არ არის ანაერობული გარემო. თუმცა კომპოტებში არის მიწასთან შეხება რასაც არ აქვს ძირითადად. ხო, აი მარწყვის კომპოტი ალბათ უფრო საშიშია და ალუბლის კომპოტი ნაკლებად საშიში, იმიტომ მარწყვი მიწასთან მოდის და მაინც ახლოს იქ შეიძლება დავარდა, შეიძლება ნუ მაინც ახლოს არის და ამიტომ მარწყვის კომპოტის შემთხვევაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და ალბათ უმჯობესია ავადუღოთ. თუ ბავშვს ვასმევთ მით უმეტეს და სხვა კომპოტებზე შეგვიძლია უფრო მშვიდად ვიყოთ. რადგან ვსაუბრობთ ბოტულიზმზე, ბოტულიზმის წყარო მხოლოდ კონსერვები არ არის, როგორც ვიცით, შეიძლება იყოს უამრავი სხვა პროდუქტი, ნებისმიერი პროდუქტი, sadაც ანაერობული გარემო იქნება, ანუ იქ სადაც ჟანგბადი არ არის წვდომაში. რა პროდუქტები არის ეს მაინც რომ ვიცოდეთ, ეს არა მხოლოდ შესანახებს ეხება, ზაფხულშიც შეიძლება იყოს და წლის ნებისმიერ დროს. კიდევ ძალიან დიდი რისკის მატარებელია შებოლილი პროდუქტები, სადაც ასევე თევზი, კი ბატონო, ხორცი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგის ფაქტების დაფიქსირებულა ისა წელს მოხდა ერთ-ერთ რეგიონში შებოლილი ხორცი შეიძინა მომხმარებელმა, დაუდასტურდა ის ბოტულიზმი და როდესაც მოხდა მიკვლევადობა, დადგინდა რომ ხორცის ბრალი იყო შებოლის პროცესი და ანუ ხშირ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტები იბოლება, ხო? ინახება ის ვაკუუმ შეფუთვით, ხო? ეს ვაკუუმ შეფუთვა სწორედ ასე ვთქვათ, უჟანგბადო სივრცე არის და ამ შემთხვევაში არსებობს მაგის რისკი. ამ შემთხვევაში მწარმოებელს აქვს თავდაცვით, ასე ვთქვათ, რომ დაიცვას მომხმარებელი, ეს არის ნატრიუმის ნიტრიტი. რომელიც ცალკე საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ბოტულიზმის გაუნებელყოფისთვის და არარსებობისთვის უმატებენ თითქმის ყველა შებოლილ პროდუქტს, რაც არის ბაზარზე. მაგრამ აი სახლის პირობებში რომ ბოლავენ იგივე თევზს ან ხორცს, იმიტომ რომ სახლის პირობებში ეგეთი ტექნოლოგია არ არსებობს, იმიტომ რომ ერთი არის რომ შეიძლება მოიპოვოს ამ ადამიანმა ეს ნატრიუმის ნიტრიტი, მაგრამ მისი დოზებიც მკაცრად კონტროლდება და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დოზის გამოყენება. ამიტომ შეიძლება პროდუქტი იყოს უნებელი, მაგრამ ეს ნატრიუმის ნიტრიტი იმდენი გაუკეთოს, რომ თავის დაცვა იგონოს, მაგრამ უარეს შედეგი მიიღოს და უარეს საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ სახლის პირობებში ჯობია არ გამოიყენოს ეს ნატრიუმის ნიტრიტი ამ ბოტულიზმის საფრთხისგან თავის დასაცავად. უბრალოდ მაქსიმალურად ეცადოს რომ პროდუქტი იყოს კარგად თერმულად დამუშავებული და კარგად გარეცხილი და მაინც და მაინც ნუ შეინახავენ ვაკუუმ სივრცით. თუ არ აქვთ ამის შესაბამისი ცოდნა, ამის ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ეს უკვე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ვაკუუმ შეფუთვა ზოგადად პროდუქტს იცავს გაფუჭებისგან დავაკუმება, ნუ გარკვეული საფრთხე რა თქმა უნდა ამასაც ახლავს. ბოტულიზმის საფრთხე მაინც არის. სხვათა შორის ადრე ყველაზე ხშირი შემთხვევა ბოტულიზმით დაავადებისა იყო ძეხვეულიდან. და მას შემდეგ რაც ნატრიუმის ნიტრიტის გამოყენება დაიწყეს სოსისებისა და ძეხვეულის შემადგენლობაში, შემთხვევა არის ნული, იმიტომ რომ ძალიან იცავს, მაგრამ ნატრიუმის ნიტრიტს აქვს თავისი ძალიან დიდი მინუსი, ის არის კანცეროგენული პროდუქტი და თუ ჩვენ ამიტომ არის ძეხვეულის ხალხს ეშინია, იმიტომ რომ გონიათ რომ რაღაცა ხორცის მაგიროთ სხვა რამ დევს შიგნით და სინამდვილეში ეს არ წარმოადგენს საფრთხეს, სულ რომ არ იყოს ხორცი სოსისში და ძეხვეულში და იყოს სოიუსგან და ასე შემდეგ დამზადებული, ეს საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს. უბრალოდ მის ხარისხზე მეტყველებს. თავარი საფრთხე სოსისისა და ძეხვის სწორედ არის ნატრიუმის ნიტრიტი, რომელიც კანცეროგენულია დადასტურებული და ამიტომ არ შეიძლება ამ პროდუქტის ხშირად მირთმევა. თუმცა ამის გარეშეც
ვერ იწარმოება ძეხვეული და სოსისი, იმიტომ რომ მაშინ ბოტულიზმის საფრთხე. ანუ რაღაცნაირად და რეგულირებადია, ასე რეგულირდება. ის იმის garaში არ არსებობს, ის იმის garashi არ არსებობს. და ზოგადად მომხმარებელს ყოველთვის აქვთ ხომ ესეთი ის რომ რატო არის ყველაფერი საშიში. ან ყველაფერი საშიში არ არის. ანუ ყველა პროდუქტს ახლავს გარკვეული რისკი, აი მსოფლიოში არ არსებობს ნულოვანი რისკის მატარებელი სურსათი. ანუ ყველა პროდუქტს, ყველა სურსათს გააჩნია გარკვეული რისკი. თავარია ეს რისკები მწარმოებელმა იცოდეს და მომხმარებელმაც უნდა იცოდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი საქმიანობა, რომ აღმოფხვროს და გააკონტროლოს და თუ საუბრობთ იმაზე, რომ სურსათის უნებლობა არის ჯაჭვი, რომელიც იწყება მინდვრიდან და სრულდება სუფრაზე, თეფშზე, აი ბოლო არის სწორედ მომხმარებელი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სურსათის უნებლობის დაცვაში, იმიტომ რომ თუ დაიცვა იმის წინარგოლებმა ყველაფერი და თვითონ მომხმარებელმა არ დაიცვა, კი ბატონო, ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, იმიტომ რომ თუ ხედავთ რამე დარღვევას აუცილებლად რეაგირება უნდა გავაკეთოთ, არ უნდა მოგვერიდოს არასოდეს ხალხაზე დარეკვა, თუ ხედავთ ისეთ საფრთხეს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უფლის საფრთხეს და აი ეს ერთობლივად თუ იქნებით ყველა, მათ შორის წარმოებელი, მათ შორის სახელმწიფო მაკონტროლებელი და მომხმარებელი, ანუ სამი რგოლია ასე ვთქვათ. კი ბატონო, სოფლის აშენდება, სურსათსაც მივიღებთ უნებელს და ყველა ვიქნებით ჯანმრთელები და ჩვენი მიზანიც ესაა, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ეცნობა მომხმარებელს, უფრო კარგი იქნება ეს ყველასთვის. თუ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა და აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, მე ნამდვილად არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა თაფლში ყოფილიყო ბოტულიზმის საფრთხე და თქვენი ვიდეოდან გავიგეთ, საიდან შეიძლება თაფლში მოხდეს ეს ბაქტერია, რომელიც შემდეგ ტოქსინად გარდაიქმნება. ფუტკარი როდესაც მოიპოვებს ამ შეიძლება აიღოს ისეთი ადგილიდან, სადაც ეს ბაქტერია არსებობს. შეიძლება მიწაზე დაჯდეს, ასე ვთქვათ, ეს ფუტკარი, ან რაიმე ყვავილი იყოს დაბინძურებული, მოხდეს ჯვარდიანი დაბინძურება და ეს არის ზუსტად იმის წყარო, რომ თაფლში მოხდეს, ასე ვთქვათ, ეს კლოსტრიდიუმ ბოტულინომი. ამიტომ არის, რომ ნებისმიერი პედიატრი, ნებისმიერი ექიმი 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაახლოებით 2 წლამდეც კატეგორიულად კრძალავს თაფლის გამოყენებას. აი ამ შემთხვევაში ამ ბაქტერიას პატარა ბავშვის ორგანიზმი ვერ ერევა და მაგიტომ არის საშიში. და ზარსული ადამიანი ამ ბაქტერიას უკვე ერევა. მაგრამ ტოქსინად არ გარდაიქმნება? ტოქსინად არა, თვითონ ეს ბაქტერია არის საშიში, იმიტომ რომ ეხა 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორგანიზმი ჩამოუყალიბებელია, ვერ აქვს ის უნარი რომ ამ ბაქტერიებს ებრძოლოს და ამ შემთხვევაში ბაქტერია წარმოადგენს საფრთხეს 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ამ კლოსტრიდიუმ ბოტულინომის ბაქტერია. ამიტომ თაფლში ანაერობული გარემო რაღაცნაირად არ იქნება. კი, არ იქნება. თვითონ ეს ბაქტერია წარმოადგენს საფრთხეს, იმიტომ რომ ვერ ერევა. ეგ არაფერი, მე ვინერვიულე, ვიფიქრე რომ შესაძლოა, იმიტომ რომ თაფლს ჩვენ ვერ ავადუღებთ, ბუნებრივია და ამიტომ რა თქმა უნდა ცოტა საყურადღებო იყო ეს გასაგები ისედაც თაფლი არ არის რეკომენდებული ალერგიულობიდან გამომდინარე პატარა მცირეწლოვანი ბავშვებში. უდიდესი მადლობა ასეთი საინტერესო რეკომენდაციებისთვის. მე ვფიქრობ რომ ჩვენი მსმენელი მეტად ინფორმირებული გახდა დღევანდელი გადაცემის შემდეგ და წინ დიდი ზამთარი გველის, შემდეგ გაზაფხული და ვფიქრობ რომ უსაფრთხოდ და უნებლად გაატარებენ მას შემდეგ რაც გახსნიან ზამთრისთვის მომარაგებულ შესანახებს. მე მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით და შეგახსენებთ რომ დღევანდელ გადაცემას სტუმრობდა ირაკლი არაბული, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. მადლობა ირაკლი და ნახვამდის.